Როგორ აღმოჩნდა 8 მილიონ დოლარად შეფასებული ქონება ყოფილ სახელმწიფოებასთან დაახლოებული ბიზნესმენების ხელში გამოძიებას კიდევ ერთი დაზარალებული მეწარმე მიმართავს. შეპესე დინექსის მფლობელი დავით კეზარაშვილს ბიზნეს რეკეტში ადანაშაულებს. გიორგი გურულის საჩივარში სხვა პირებიც ფიგურირებენ. ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელი ილია კოკაია და იახტ კლუბის მეპატრონე გიორგი კაპანაძე. დაზარალებული ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ თავდაცვის ექს-მინისტრის მუხარის შედეგად წლების წინ ქონება სწორედ ამ პირებზე გადააფორმა. ყვირილაში გადაკრით და აი ეხა კეზერასთან არ დაგვარეკინოთ. მდინარე ყვირილაში გადაგდებით ფეროშენადნობი ქარხნის ერთ-ერთ მსხვილ აქციონერს ფინანსური პოლიციის მაშინდელი ხელმძღვანელი დავით კეზერაშვილი დაემუქრა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ 8 მილიონი დოლარის ქონება 36,000 ლარად დაათმობინეს. გიორგი გურულმა კუთვნილი აქტივების დაბრუნებისა და საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას უკვე მიმართა. საქმის მასალებში დავით კეზერაშვილის გარდა საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრეზიდენტი და თბილისის ზღვაზე მდებარე იახტ კლუბის მეპატრონეც ფიგურირებს. ამ ორ პიროვნებას ყოველთვის ჰქონდა მიზანი, რომ ხელში ჩაეგდოთ მთელი ეს ბიზნესი, გაგაჩერებთ, ლიცენზიას გაგიუქმებთ, დაგიჭერთ, აი გეზერას დაურეკავთ. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანასთან არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დინექს 2007 წლამდე ფლობდა. საწარმო ფეროშენადნობ ქარხანას წლების მანძილზე მარგანეც საწვდიდა. გიორგი გურული იხსენებს, თუ როგორ აიძულეს კუთვნილი კომპანიის აქციების გადაფორმება. მე არ ვიყავი საქართველოში, იქ მირეკავდნენ, სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდეო, რომ ჩამოფრინდი, მეორე დღესვე უკვე, იმ დღეს უკვე გვიან იყო, მეორე დღესვე მიმიყვანეს ნოტარიუსთან და ეს ყველაფერი გადამოფორმებინეს. დაზარალებული ბიზნესმენის ადვოკატის განცხადებით, გიორგი გურულის კუთვნილი აქციების სახელმწიფო მოხელეების დახმარებით ილია კოკაიამ და გიორგი კაპანაძემ ჩაიგდეს ხელში. ამის შემდეგ კი 8 მილიონ დოლარად შეფასებული ქონება უკრაინელ ბიზნესმენებზე გაასხვისეს. ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს, ყველანაირი დოკუმენტები გვაქვს, სადაც ნათლად ჩანს, რომ 8 მილიონ დოლარად შეფასებული ქონება გიორგი გურულს იცულების წესით, შანტაჟის მუხარის წესით დაათმობინეს 36,000 ლარად და აქედან გამომდინარე არც ის 36,000 ლარი არ აქვს მათ გადახდილი. მეცხრე არხმა დღეს იმ პირებთან დაკავშირებასა და რომელთაც ბიზნესმენს ქონება დაათმობინეს. გიორგი კაპანაძე იგივე რიჟა თბილისის ზღვაზე არსებული იახტ კლუბის მფლობელია. თანამშრომლების ინფორმაციით ის ქვეყანაში არ იმყოფება. რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის პრეზიდენტს ილია კოკაიას, ის ფეხბურთელებთან ერთად თურქეთში იმყოფება. თუმცა საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურმა დღეს მასთან დაკავშირებაზე უარი გვითხრა. Adonilea gahda genetsolla kuntanete chekrebagi ჩამოსული, თუმცა ეხლა ამ წუთში არ იმყოფება და სად იმყოფება ამასთან დაკავშირებით პასუხის გაცემა მიწევს. ამდენად არავარ საქმის კუთხე. დაზარალებული ბიზნესმენის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მთავარ პროკურატურაშიც გადავამოწმეთ. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გიორგი გურულის საჩივრის საფუძველზე გამოძიება დაწყებულია.